საქართველოში 8 თებერვალს დავითობა აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერთა ხეივანში ნიკო ბერძენიშვილის ბიუსტი დაიდგა. და ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ჩვენს უნივერსიტეტში ნიკო ბერძენიშვილის ძეგლის გახსნა ეს არის განსაკუთრებული მოვლენა იმ მხრივ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი თავის დამფუძნებელ მამებს ყოველთვის მიაგებს პატივს. უნივერსიტეტის რექტორის შალვა კირთაძის გადაწყვეტილებით დავითიანელთა საყმოს საზოგადოება კვლავ აღდგა და 10 წევრი მიიღეს. მათ თავის სამშობლოს ერთგულება კიდევ ერთხელ შეჰფიცეს. პირველი საზოგადოება, რომელიც 1892 წელს შეიქმნა და მისი მთავარი არცი იყო სწავლას მოწვეული ახალგაზრდების ესე რა ვთქვათ მატერიალურად გვერდში დგომა ზუსტად ერთ-ერთი ჩვენი მიზანიც იქნება, რომ სტუდენტები, რომლებიც იქნებიან წარმატებულნი და თავის თავს წარმოაჩენენ, ყველანაირად იყვნენ სტიპენდიანტები ამ საზოგადოების, ამის იდეა არის. ამ საზოგადოებამ თავის დაარსების დღიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე გააკეთა. მივიღეთ 10 წევრი დავითიანელთა საყმოში და ისინი გააგრძელებენ იმ ეროვნულ ტრადიციებს, რომელსაც ახორციელებდა და აკეთებდა ამ საყმოს წევრები წლების განმავლობაში. უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. პატივი მიაგეს მეფის ხსოვნას და სამშობლოს ერთიანობა და სიძლიერე უსურვეს. ვახსენებს თავისი ამ დიდი ღვაწლის მეოხებით დავით აღმაშენებელი საით უნდა ვიაროთ, როგორი საქართველოს შესაქმნელად უნდა ვიღვაწოთ ყოველმა ჩვენგანმა. ძალიან გულსატკენი არის ის ამბავი, რომ მისი ანდერძის შემსრულებლები ჯერჯერობით არ ჩანან, ჯერჯერობით ისეთი საქართველო ვერ შექმნით ჩვენ, როგორც ეს დავით აღმაშენებელი ოცნებობდა, მაგრამ კონდეს იმედი იმისა, რომ ჩვენი ერი ივლის იმ გზით, რაც ანდერძად დაგვიტოვა დავით აღმაშენებელი. შეგვეციოს მისი მადლი, ძალა და თუ ჩვენ დავითს არ დავივიწყებთ და ვინც ისტორიას, წარსულს, თობს არ ესვრის, მომავალი ძარბაზნით არ გამოგვიხმაურება. ჩვენ მომავალი ზარბაზნით გვეხმაურება. დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაერთიანება სწორედ დაიწყო იმ დროინდელი საქართველოს დედაქალაქით ქუთაისიდან, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. მომავალი თაობისთვის ის არის მაგალითი ერთიანობის, მომავალი სულისკვეთების, თავდადების. დავით აღმაშენებელი ნამდვილად უაღრესად ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის და ძალიან გული მწყდება, რომ თავის დროზე სამწუხაროდ არ დააფასეს მისი ასეთი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის, რადგან მოგეხსენებათ მისი სახელით აღმაშენებელიც მოგვიანებით ეწოდა მას რამდენიმე საუკუნეების შემდეგ. დავითიანელთა საზოგადოებას ქუთაისში 1970 წლის 24 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. დავით აღმაშენებლის დაბადების დღის აღსანიშნავად. საზოგადოებამ ბევრი მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე გააკეთა და სწორედ მათი ინიციატივით ქუთაისში ცენტრალურ მოედანს მიენიჭა დავით აღმაშენებლის სახელი.